რა მოისმინეთ ჩვენ? მოისმინეთ რომ თუ კი რომელიმე კანდიდატი ქვეყანას გახდება წევრი, მას ექნება ყველა ვალდებულება, რაც კი აქვს წევრს, მაგრამ არ ექნება თანასწორი უფლებები. არ ვიცი, ამაზე დიდი სკანდალი რა შეიძლება არსებობდეს და როგორ გატრონულები არიან. აქვია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ, აბა გაბედონ და გააკრიტიკონ ბრიუსელი დავინახოთ, ერთი გვაინტერესებს, რომ ვისი ინტერესებია მათთვის ბოლოს და ბოლოს გადამწყვეტი დაგვანახონ. აი ამ ევროკავშირის დროშის მოფრიალე ჯგუფებმა რომლებიც სასახლის შტურმზე მიდიოდნენ პრეზიდენტის სასახლის შტურმზე ევროკავშირის დროშის და ძალადობის სიმბოლოდ აქციას უკვე ევროკავშირის დროშა გაგვაგებინო ბოლო-ბოლო ამ ქვეყნის ინტერესების მოქმედებენ თუ სხვა უცხო ჯგუფების ინტერესებით. ახია საფრანგეთს რასაც დასდეთ იმას მოიმკი, როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი და საფრანგეთი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, როდესაც საქართველოს თავისუფლებას აძლევს საქართველოს კანონმდებლობის დეტალები ვიკრიტიკოს, რა თქმა უნდა იყო მზად იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან. როდესაც ყველა საქმეში ერევა, ვეღარ განასხვავებს საქართველოში ვინ ელჩია, ვინ ოპოზიციონერი არის, ვინ ვის ეკითხება, ვის არ ეკითხება, ყველას რატომაც გონია, რომ საქართველოს კანონმდებლობის საკითხი თუ რა ვიცი, სხვადასხვა სახელმწიფო გადაწყვეტილების საკითხში, ყველა სიტყვა ეთქმის ელჩის მოადგილის მძღოლისაც კი სიტყვა ეთქმის და არ ეთქმის საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც ხალხისგან აქვს ეს მანდატი, ასე რომ თავად მოარღვიეს ეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს და პატივი არცეს საქართველოს სუვერენიტეტს და მიიღეს უპატივცემულობა საკუთარი სუვერენიტეტის მიმართ. ამას ხო ვაკვირდებით, აგერ უკვე 14 წელია მათი დაშლას, აწყობას, გადაწყობას ერთი და იგივე. პრობლემა ამაში არ არის, პრობლემა ის არის ფლანგები, ვინ ვის რატომ ებრძვის და საკუთარი აქვია მართლების წინაშე ვის უნდა რომ ქულები ჩაიწვეს. პრობლემა არის იდეოლოგიური. ნაცური იდეოლოგია არის ანტიქართული იდეოლოგია და ყველა ვინც ამ იდეოლოგიის ნაწილი არის ანტიქართული იდეოლოგიის ნაწილი და ყველა ვინც ანტიქართული იდეოლოგიაზე დგას ის საბოლოო ჯამში აზიანებს საკუთარ თავსაც. ძალიან კარგია მომინეთი ასეთ კანონმდებლობას იღებს, სწორია და სულად მივესალმებით, მნიშვნელოვანია რომ ყველა ქვეყანამ ისწავლოს გაკვეთილი, თუნდაც საქართველოს მაგალითზე და მოითხოვოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა. ვინაიდან ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ არასამთავრობო სექტორი გამოყენებული არის ქვეყნების წინააღმდეგ, ქვეყნების სუვერენიტეტის შესაძლებლად, მასთვის ძირის გამოსათქმელად, ჯაშუშური საქმიანობისთვის და შეგახსენებთ, რომ ბოლო კონდაზორული ოპერაციის შედეგად დაკავებული ბოლო ორი პირი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელით ახერხებდა ასე ვთქვათ ჯაშუშურ საქმიანობას. მე ვილოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ამ დამსახურებულ ჯილდოს, მან ნამდვილად დაიმსახურა მარკ პალმერის სახელობის თორცდები, ასე ქვია ამ ჯილდოს და ეს ჯილდო ეს ადამიანი პალმერი გახდათ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატი, რომელიც გახლავთ ფერადი რევოლუციების და სხვა ქვეყნების შიდა საქმეში ჩარევის იდეოლოგი. სწორედ ის იყო ვინც თავდაპირველად სწორედ ამ იდეოლოგიას და დამკვიდრება დაიწყო მისი დიპლომატიური კარიერის შედეგად, რომ ამერიკა უნდა ჩარეულიყო სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მოეხდინა ინტერვენცია, ამიტომ ის არის ცნობილი ფერადი რევოლუციის, როგორც ფერადი რევოლუციის იდეოლოგი. ასე ულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამსახურებულ ჯილდოს, ის მართლაც სწორედ მონიშნეს, როგორც უცხო ინტერესების გამტარებელი საქართველოში. არ გავცნობი ვარ, მე ვეცნობი ქართული ხალხის შეფასებას ჩვენ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და მათ შორის ვეცნობი ქართული ეკლესიის შეფასებას ჩვენს ზოგიერთ კანონთან დაკავშირებით, რომელთანაც ნახეთ თქვენ ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პოზიცია, რაც შეეხება ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს და საქართველოს ეკლესიის შეფასებას, რომ არათუ ეს კანონები უნდა შეიცვალოს და გაუქმდეს, არამედ პირიქით უნდა გაფართოვდეს და გამტკიცდეს. ასე რომ, როდესაც ჩვენ გვაქვს არჩევანი დაუჯეროთ ბრიუსელს თუ საქართველოს ეკლესიას, ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ეკლესიას. შეიძლება ეს ბრიუსელს წინს, მაგრამ ცივი წყალი გალიოს, ვისაც ეს წინს.